უკვე 2 საათი იყო, რაც იუნკერი ნიკოლოზ ლორდ-ყიფანიძე სოფელ კოჯორთან მინდორში იწვა. კოჯორში იგი გენერალ ანდრონიკაშვილის ბრძანებით მოხვდა. ლორდ-ყიფანიძეს აქ განლაგებული გვარდიის მე-4 ბატალიონის მეთაურისთვის სასტრაფო შეტყობინება უნდა გადაეცა. ანდრონიკაშვილის ინფორმაციით, რუსები კოჯრის მასივზე დიდ შეტევას ამზადებდნენ. ლორდ-ყიფანიძემ შეტყობინება მიიტანა, მაგრამ ბოლშევიკთა იერიშის გამო ტაბახმელაში დაბრუნება ვეღარ მოასწრო. საარტილერიო დაბომბვისას იგი მძიმედ დაიჭრა. უმბარის ნამსხვრევმა მას წვივის ძვალი გაუტეხა. სამსაათიანი ბრძოლის შემდეგ რუსები კოჯორს იკავებდნენ. დაჭრილებს, რომლებსაც დამოუკიდებლად სიარული არ შეეძლოთ, ბოლშევიკები ხიშტით ადგილზე კლავდნენ. Еще один лежит. Не убивайте. Ты что, русский, что ли? У меня мама русская, из Полтавы. Мы в России жили, отец во Владикавказе работал. О, почти что земляки, блядь. Вставай, мать твою. Вставай, я сегодня добрый. Все равно ты с такой ногой сдохнешь, блядь. Вставай, давай, если жизнь хочется, буржуй. Давай, блядь. Вставай! Давай, давай, вставай, блядь, давай! Давай, блядь, давай! დღის ბოლოსთვის ბოლშევიკებმა კოჯრის მასივი მთლიანად ხელში ჩაიგდეს და თბილისის თავზე სტრატეგიულ სიმაღლეებს დაეუფლნენ. აქედან რუსები ქალაქის ქვემეხებით დაბომბვას გეგმავდნენ. კოჯრის მასივის აღებით მე-11 არმიას თბილისზე პირდაპირი გზა გაეხსნა. წყნეთის მხრიდან კომუნისტებს ქალაქში შეღწევა სულ რამდენიმე საათში შეეძლოთ. Что стоишь? Открывай двери, блядь. Ყვედაყვანილი რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი ბოლშევიკებმა კოჯრის განაპირას დაანგრეული შენობის სარდაფში შეყარეს. ლორდ-ყიფანიძემ ტყვეების სადგომამდე ძლივს მიაღწია. ფეხი გაუსივდა და დამოუკიდებლად სიარული აღარ შეეძლო. რამე გადაუხვიდრა. Солдат! Солдат! Чего надо? Тут раненый. Лекаря позвал бы. Плохо ему. Да пошел ты. Умрет ведь! Говорю тебе, не моя забота. Пускай умирает. Ну хоть кипятка. Пошел ты, кипяток. Раненый თავი მაინც ვერაფერს გააგებინა. აქეთ რომ მოყავდით. ერთ სალდატს გამოველაპარაკე. თქვენი ქვეყანა ბურჟუებისგან უნდა გავანთავისუფლოთ. ეხლა კონსტანტინოპოლში მივდივართ, რომ მიქაური კაპიტალისტები დავამარცხოთ და მსოფლიო რევოლუცია მოვახდინოთ. დაძუნწილი აწვიათ და შიფშილისაგან მუცლები დასიებიათ, ტილები ჭამენ და მსოფლიო რევოლუციის მოწყობას აპირებენ.
20 თებერვალს გამთენიისას რუსებმა იერიში განაახლეს. რუსებმა დაცვის ცენტრში მდებარე მეორე და მესამე სანგრებს შეუტიეს, რომლებსაც გვარდიელები იცავდნენ. ბატონო პოლკოვნიკო, გვარდიელები შეტევას ვერ უძლებენ და პოზიციებს ტოვებენ. თოიძე დამაკავშირეთ. კაპიტანო თოიძე. კაპიტანო თოიძე. პირველი ოცეულით მეორე და მესამე სანგრებისკენ შემოაბრუნეთ გვარდია და დაიბრუნეთ პოზიციები. შეასრულეთ. იუგერო, შტაბისკენ. გესმით? ცენტრზე განხორციელებული შეტევის პარალელურად რუსები კოჯორის მხრიდანაც გააქტიურდნენ. ბოლშევიკებმა წინ წაიწიეს და დაბა წავკისი აიღეს. შუადღისთვის სოფლის შარებით მოწინააღმდეგე ტაბახმელისკენ დაეშვა. ბატონო პოლკოვნიკო, გისმენთ. რუსები ზურგიდან გვიტევენ. გენერალმა ანდრონიკაშვილმა ბრძანა, დავიხიოთ უკან კოჯრისკენ. ხომ არაფერი გეშლება, ბერიძე? არა ბატონო პოლკოვნიკო. იცი ისტორიაში როგორ შევა ეს? იტყვიან იუნკერებმა სანგრები დატოვეს და დედაქალაქში მტერი უბრძოლველად შემოუშვესო. აი ასე იქნება, ბერიძე. უკან არ დავიხეთ. კაპიტანო თოიძე. მეორე ოცეულით სირბილით შტაბისკენ. არის ბატონო პოლკოვნიკო. კაპიტანო შავდია. დიახ. უაგროვე ყველა ვინც სანგრებში არ არის და თოიძეს მიეშველეთ. არის ბატონო პოლკოვნიკო. გადაეცით მაიორ ბახტურაშვილს. ქვემეხები კოჯრის მხარეს მოატრიალოს და იუნკერებს ცეცხლით დაეხმაროს. შეასრულეთ. არის ბატონო პოლკოვნიკო. დღის 2 საათზე რუსებმა კოჯორი წავკისიდან ჩამოსვლა დაასრულეს და შტურმისთვის მზადება დაიწყეს. იუნკერებისთვის ზურგში ქვეითთა 2 ბატალიონს უნდა დაერტყა. Хрущев, 92-й батальон поддерживает меня с правого фланга. Участок сложный. В авангард посылать самых надежных. Есть комиссар. Подними коммунистов. Будет сделано. Батальон! Проверить снаряжение! Приготовиться к атаке! Иуграва Хуратгава! Аравит Чердабит! Сирбилит! Ты! Медичники! 23 იუნკერი ხელჩართულ ბრძოლაში რუსების მოწინავე ასეულს შეეჯახა. Батальон! В атаку! Вперед! Ура! კურსანტები ისეთი შემართებით იბრძოდნენ, რომ რიცხვით მეტი მოწინააღმდეგე უკვე იქცა. ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება. 23 კაციდან ნახევარზე მეტი ან დაიღუპა, ან დაიჭრა. ჩიტივით გაგვიფრინდება. ჩვენს ნასახლარზე ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება. ჩვენს ნასახლარზე კაპიტანი ქარუმიძე მოკლეს. კაპიტანი თოიძეს ხვდარია. ჩემი თვალით ნახე როგორ გაუყარეს ყიშტიმუსებში. სანგრებში რო ვიყავით, კეზელი ჩაიგდეს ხელში. 5 კაცი შემოიხვია. რუსებმა კიდე კონდახის ცემით მოკლეს. ნეტალ ოთკიფანიძე თუა ცოცხალი. უკვე მეორე დღეა რაც არ ჩანს.
კოჯორიდან ამის წამოღები ვერავინ ნახე რომ გამოვკითხო. ჩვენ რას დავიღებთ იმ ქვეყანად სხვას არა დაუღიარა მოვა სიკვდილი უჩინო ერთ წამში აკვრის არა 20 თებერვლის საღამოს გენერალ ანდრონიკაშვილის მეთაურობით კოჯორზე იერიში დაიგეგმა. იუნკერებთან ერთად შეტევაში მონაწილეობას გვარდიის 5 ბატალიონი და სოღალოღის ფრონტიდან მოხსნილი მე-4 საარმიო პოლკის 2 ასეული იღებდა. მძიმე ბრძოლების შემდეგ დღის ბოლოს ქართულმა ნაწილებმა რუსები შეავიწროვეს და კოჯორის მასივი მთლიანად დაიბრუნეს. ქართველებმა ხელში ჩაიგდეს 100-მდე ტყვე და 15 ტყვიან ფრქვევი. ბოლშევიკებმა კოჯორში დატოვეს 4 ქვემეხიც, რომლის საშუალებითაც თბილისის დაბომბვას აპირებდნენ. უკვე ბნელოდა, როდესაც ფიცრულის კარი გაიხო. უგონოდ მყოფი ნიკოლოზ ლორთქიფანიძე სადგომიდან მისმა მეგობარმა ზურაბ ტატიშვილმა ხელით გამოიყვანა. ლორთქიფანიძე ურემზე ფრთხილად დააწვინეს და სხვა დაჭრილებთან ერთად თბილისში წაიყვანეს. კოჯრის ოპერაცია სამხედრო სკოლას ძვირად დაუჯდა. 136 იუნკერიდან დღის ბოლოს მწყობრში სულ 83 ადამიანი დარჩა. 1921 წლის 21 თებერვალს თურქეთმა ჟორდანიას მთავრობას ართვინისა და არდაგანის ოლქების დაცლა მოსთხოვა. ჟორდანიას ხელისუფლება, რომელიც გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ოლქების გადაცემას იმ პირობით თანხმდებოდა, რომ თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მხარდაჭერას აღმოუჩენდა. იმავე დღეს თურქეთმა საქართველოს მთავრობის თანხმობით არდაგანსა და ართვინში საკუთარი ჯარების შეყვანა დაიწყო. არდაგანისა და ართვინის გადაცემასთან დაკავშირებით მთავრობამ მოსახლეობაში სპეციალური მიმართვა გაავრცელა. მოქალაქენო, სომხებისა და რუსების ჯარები თბილისთან საშინლად დამარცხდნენ. ჩვენი სახელოვანი ჯარი და გვარდია მას დამარცხებულს მისდევს, მაგრამ საშიშროებას კიდევ არ გაუვლია. ბრძოლა ეხლა დაიწყო. ამ დროს ერთმა ჩვენმა მეზობელმა, ანგორას მთავრობამ, სადაოდ გახადა ართვინის და არტაანის ოლქების საკითხი. ჩვენ ყოველთვის გულწრფელი მეგობრული მეზობლობა გვინდოდა და გვინდა ანგორის მთავრობასთან. რომ არ დაირქვეს ეს კარგი მეზობლური განწყობილება, ჩვენი მთავრობა დასთანხმდა ართვინისა და არტაანის ოლქების დაცლაზე და იქ მმართველობის ანგორის ხელში გადაცემაზე. ჩვენ გვჯერა, რომ მიუდგომელი საერთაშორისო სასამართლო მშვიდობიანი გზით გადასწყვეტს ამ ოლქების საკითხს ისე, რომ დაცულ იქნება საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები. თქვენ მოქალაქენო, მოგიწოდებთ დაიცვათ წესიერება და განაგრძეთ თქვენი ყოველდღიური მშვიდობიანი მუშაობა. თებერვალს დაბახმელიდან თბილისისკენ დაჭრილებით სავსე მორიგი ურემი გამოემართა, რომელსაც მოწყალების და ნათელა ერისთავი მიყვებოდა. სხვა დაჭრილებთან ერთად ურმით ბრძოლის დროს დაჭრილი იუნკერი ზურაბ ტატიშვილი გადაჰყავდათ. მას ტყვიამ კერტში მოხვდა.
ცეცხლის ხაზიდან ტატეშვილი ნათელა ერისთავმა გამოიყვანა. დაბახმელიდან დილით გამოსული ურემი ჰოსპიტალს მხოლოდ შებინდებისას მიადგა. ელისბარ მე დაჭრილების სიას წავიღებ. თქვენ ხალხი ჩამოიყვანეთ. მოკვდებოდა, აბა რა იქნებოდა პირდაპირ გულში ახوارდ. ეუბნებოდი იმ გოგოს დაიღუპა მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. 1921 წლის 21 თებერვალს თბილისში ევაკუაცია დაიწყო. სპეცმატარებელში დიდი ზომის ყუთები და ტომრები იტვირთებოდა. ეს იყო მუზეუმების და ეროვნული გალერეის ექსპონატები. თბილისისა და ზუგდიდის სასახლეების, აგრეთვე ეკლესიების ძვირფასი ქონება. მატარებელი ქუთაისში უნდა წასულიყო, სადაც მას გელათისა და მარტვილის მონასტერთა ძვირფასი განძი, ხობის მონასტრის განძი, ბორჯომისა და ლიკანის სასახლეების ქონება დაემატებოდა. მატარებელს საქართველოს მთავრობის სავალუტო ფონდიც მიჰქონდა. ეროვნული ბანკის მმართველ იასონ ლორთქიფანიძეს 112 ყუთში ჩალაგებული ოქროსა და ვერცხლის ზოდებისთვის, ასევე 507 ტომარაში მოთავსებული ძვირფასეულობისა და ფულისთვის ბოლომდე უნდა ეპატრონა. თუ საქართველოს ხელისუფლება ემიგრაციაში წავიდოდა, მას იასონიც გაჰყვებოდა. Мария? Коля ჩამოიყვანეს ფრონტიდან. Моица, что случилось? Არი ნერვიულად ცეცხალია. ფეხშია დაჭრილი და ჰოსპიტალშია. В каком госпитале? Цвета Михайлис госпиталში. Хорошо. Сейчас поедем. Ოცდაორ თებერვალს ბოლშევიკებმა ფოილოს აფეთქებული სარკინიგზო ხიდი აღადგინეს. აღდგენით სამუშაოებს ქართველი კომუნისტი მიხეილ ბებურიშვილი ხელმძღვანელობდა. ფოილოს ხიდის საშუალებით რუსებს ბრძოლაში ჯავშნიანი მატარებლის ჩართვა და ცოცხალი ძალის სწრაფი გადაადგილება შეეძლოთ. ბოლშევიკებმა თბილისის ასაღებად მასშტაბური ერიშის მომზადება დაიწყეს. კავბიუროს ხელმძღვანელთან სერგო ორჯონიკიძესთან საგანგებო თათბირი გაიმართა. Общее наступление по всему фронту начинаем 24 февраля. Особое внимание уделяется направлению Каджори-Табахмелла. Если нам удастся на этом участке прорвать оборону противника, то город будет взят за несколько часов. На этом участке у неприятеля сконцентрировано примерно 5 батальонов гвардии, 2 армейских полка и минимальное количество артиллерии. Но самую большую опасность представляет училище юнкеров, которое занимает позиции в центральной части обороны на подступах села Табахмелла.
сломить сопротивление курсантов нам пока не удалось. Хватит! Шестой день топчемся на месте. Растянуть фронт, обойти Тифлис и взять город кольцо. Это предусмотрено по плану, Григорий Константинович. Для обхода флангов противников мы используем кавалерию товарища Жлобы. Обходной маневр предусматривает удар по двум направлениям. Первая группа занимает село Мамкода в Гылдании с конечным выходом на Овчалу и с занятием железнодорожного узла. Вторая группа нанесет удар по направлению села Дигоми. Будет действовать также группа войск товарища Куришко, в которую входят 3 дивизии. Цель Куришко — разгромить меньшевиков в Кахете и отрезать Тифлис со стороны Вазиании и Саганлуга. Таким образом, город окажется в кольце. Что происходит на других фронтах? По последним данным, 9-я кубанская армия взяла город Гагра. Параллельно с 9-й армией по направлению Мамисонского перевала действует 8-я армия товарища Левандовского. Ильява, прикажите мобилизовать Бакинскую восточную бригаду красных курсантов. Покажем, что наши курсанты сильнее ихних юнкеров. წლის 22 თებერვალს წითელი ხიდი აღმოსავლეთ ბრიგადის მე-6 პოლკმა გადაკვეთა. პოლკი ბაქოს წითელ მეთაურთა სკოლის კურსანტებისგან შედგებოდა. კურსანტების პოლკი 1920 წელს ასტრახანში შეიქმნა და სამოქალაქო ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ბოლშევიკურ არმიაში ახალგაზრდა კურსანტები ელიტურ ნაწილად ითვლებოდნენ. მომავალ წითელ ოფიცრებს ბრძოლის დროს ყველაზე რთულ უბანზე აგზავნიდნენ. იდეოლოგიურად მომზადებული კურსანტები უკან არასდროს იხებდნენ და მიღებულ დავალებას თითქმის ყოველთვის ასრულებდნენ. პოლკის პოლიტმეთაური ქართველი კომკავშირელი ბორის ძნელაძე იყო. 23 თებერვალს კურსანტთა პოლკმა ფრონტს მიაღწია და ვაშლოვანში საბრძოლო პოზიციები დაიკავა. მეორე დღეს კურსანტებს დაბახმელასთან განლაგებულ იუნკერებისთვის უნდა შეედიათ. В атаку пойдем. В 6:00. Атакуем 2 колоннами. Первый батальон штурмует высоту 4-2-2-8, которая является ключом ко всей позиции врага. Обойдете с левого фланга. Задача — сбить противника с позиции и при помощи артиллерии овладеть селением Коджори. Ясно. Второй батальон занять селение Дидеба и продолжать наступление на Коджори. Понятно? Понятно. Первому и второму батальону соединиться в Коджори и продолжать развивать наступление. Нанести удар в тыл табахмелинских позиций, где и укрепился противник. Ну а третий батальон пока что остается в резерве. Ясно? Все ясно. Ясно. ნახევრად ბნელ პროჟექტურაში ზურაბ ტატიშვილის ცხედარს გადასასვენებლად ამზადებდნენ.
როდესაც ნათელა ერისთავმა ტატიშვილის სახეზე ქუთუთუების ძლივს შესამჩნევი მოძრაობა დაიჯერა. ამავე საავადმყოფოში მესამე სართულზე ტატიშვილის მეგობარი ნიკოლოზ ლორთქიფანიძე იწვა. ერთკვირიანი ბრძოლების შემდეგ ტაბახმელას პოზიციებზე 4 მეგობრიდან წყობაში მხოლოდ 2 დარჩა. შალვა ერისთავი და ნიკოლოზ მათიკაშვილი. Товарищи курсанты, там на горе окопались юнкера. Авангард грузинской буржуазии. Юнкера – это молодежь, которая с оружием в руках подавляла. ბაქოს წითელ კურსანტთა პოლკი შეტევისთვის ემზადებოდა. პოლკის პოლიტგანყოფილების ხელმძღვანელი ბორის ძნელაძე შესაბამის აგიტაციას ეწეოდა. Наша задача не только победить этих приверженцев старого строя, но и доказать, что мы, красные курсанты, будущие красные командиры, сильнее юнкеров, прежде всего силой воли, и сильнее потому, что наше дело правое. Нас не смогут сломать юнкера и хозяева. Так что, товарищи курсанты, готовьтесь к завтрашнему бою. რაღაც ყნარად არის. მთელი ღამე არ უსწრეთ. ემზადებიან ალბათ. გუშინ დიდი ალიაქოთი იყო მაგათ პოზიციებზე. ეთყობა ახალი ძალა მიიღეს. ჩვენს უკან артиллеристებთან ახლოს ერთი სამიჯნიკოა ამოშორილი. რუსების პოზიციებიდანაც კარგად დაჩენს და რუკაზეც არის აღნიშნული. მაგრამ რა არის ეთყობა კარგად ვერ გაურკვევიათ მაგათ. მერე ის რომ რუსებს ეს ალბათ артиллеристების პუნქტი გონია და დღე და ღამე თავდაუზოგავად ურტყავენ. ირგვლივ მიწა სულ გადათხრელია, მაგრამ თამამის გულად ადგას თავისად. დაიწყეს. კურსანტთა პოლკის 2 ბატალიონმა შეტევა ერთდროულად დაიწყო. პირველი ბატალიონის მიზანი ტაბახმელის დაცვის ცენტრალური ნაწილის გარღვევა იყო. კურსანტებს მეორე და მესამე სანგარი უნდა აეღოს. ...24 თებერვალს მწყობში დარჩენილი იუნკერების რიცხვი სულ 93 კაცს შეადგენდა. რუსების შეტევის წინ ისინი სანგრების უკან ტაბახმელას ბაღებში იყვნენ ჩასაფრებულნი. მეორე და მესამე სანგრებს კი უნტერ ოფიცერთა კურსის წვევამდელები იცავდნენ. დღის პირველი საათისთვის ქართულმა დაცვის ხაზმა რუსების ზედიზედ 5 მასირებული შეტევა მოიგერია. ფერმა წინ წაწევა ვერსად შეძლო. ამის შემდეგ მოწინააღმდეგემ იერიშის მიმართულება შეცვალა და მარჯვენა ფლანგზე მეოთხე სანგარს დაარტყა. ამ პოზიციას სამხედრო სკოლის კაპიტანი ყიფიანი იცავდა, რომელსაც სახელდახელოდ შეკრებილი 40 კაციანი მოხალისეთა გუნდი ემორჩილებოდა. ქრისტები მოამზა. ერთი აღოდან ნახოთ რა ვაშკაცები არიან. ქრისტები წინ. მოამზა. საგარ ვიხარ. ყიფიანი ჯერ გაქცეულ ჯარისკაცებს ესროდა. შემდეგ კი სანგარში მარტო დარჩენილმა ნაგანი მკერდისკენ მიიტრიალა და რამდენჯერმე დაიხალა. დაჭრილი ყიფიანი პოზიციიდან ძლივს გაიყვანეს. მეოთხე სანგარში უკვე რუსები იყვნენ.
Малашерный! Быстро осмотреть траншею! Поставить пулемет для прикрытия! Здесь остается только взвод Коновалова! Остальные продолжаем атаку! Вперед! რამდენიმე წუთში რუსებმა კორაკი აიარეს და ლეიტენანტ მესხიშვილის საარტილერიო ბატარეასთან აღმოჩნდნენ. თუნტერი სიმაღლეს აიღებდა, იუნკერთა დაცვა მთლიანად მოიშლებოდა. რეზერვში მყოფი იუნკერთა ოცეული საარტილერიო ბატარეასთან გამართულ ბრძოლას დაბახმელას ბაღებში მოწყობილი საფარიდან ადევნებდა თვალს. კაპიტანი შავდია იუნკერებს ძლივს აკავებდა. კაპიტან, გადაცელა უნდათ. მოთმინება ერისთავი, ჯერ ყველა არ ამოსულა გორაზე. როდესაც რუსების ასეული სანგრებიდან მთლიანად ამოვიდა, შავდიამ შეტევის ბრძანება გასცა. შავდიას ოცეულმა წითელ კურსანტებს ზურგიდან ისეთი ძალით დაარტყა, რომ რუსებმა უწესრიგოდ უკან დახევა დაიწყეს. გაქცეულების გადასარჩენად მეოთხე სანგრიდან რუსების ტყვიამფრქვევი ამოქმედდა, რომელიც იუნკერებს გაშლილ მინდორში პირდაპირ დამიზნებით ესროდა. სანგართან პირველი შალვა ერისთავი აღმოჩნდა. იგი გრძელი ჯერით დაცხრილეს, მაგრამ მან მემიზნე ოფიცერის ხიშტით მოკლა მაინც მოასწრო. $1921 წლის 24 თებერვალს ქართველ იუნკერებთან ბრძოლაში ბაქოს წითელ კურსანტთა პოლკმა პირადი შემადგენლობის თითქმის ნახევარი დაკარგა. მძიმე დანაკლისი იყო იუნკერთა შორისაც. დაიღუპა იუნკერი შალვა ერისთავი, ოთარ ლორდ-კიფანიძე, იოსებ ჯანდიერი. დაიჭრა კაპიტანი შავდია, ოფიცრები ჩაჩუა და ხოშტარია. სამხედრო სკოლამ დაჭრილ დახოცილთა სახით 35 კაცი დაკარგა. 8 დღის განმავლობაში იუნკერებმა რუსებს დაბახმელასთან გამართული ყველა შეტაკება მოუგეს. $1921 წლის 24 თებერვალს საღამოს 10 საათი სრულდებოდა, როდესაც მთავარსარდლის შტაბის ხდომაზე ოფიცერი შემოვიდა და ფრონტიდან მოსული ბოლო ცნობების კითხვა დაიწყო. შეიძლება მოგახსენოთ ბატონო გენერალო. ისმენთ. ბოლო ცნობები ფრონტის ხაზიდან. ჯიჯიხიას გვარდიის ბატალიონებმა ორხევის ფრონტზე 6-7 ვერსის მანძილი დატოვა და თბილისისკენ დაიხია. ბოლშევიკებმა მაზნიაშვილის ფრთაზე თელეთის სერია აიღეს და შავნაბადა სიმაღლეებს დაეუფლნენ. ახლა მათი უკან დაბრუნების ოპერაცია უნდა დაიწყოს. აქედან ბოლშევიკებს ორთაჭალის გზით 3 საათში ჩამოსვლა შეუძლიათ თბილისში. შლობას კავალერიასად იმყოფება. ნაწილმა ნახშირმთა გაიარა და წყნეთს უახლოვდება. დიღომთან რუსების მზვერავები შენიშნეს. მეორე ნაწილმა მამკოდა და გლდანი აიღო და ავჭალასთან დგას. ჩვენს პოზიციებს უვლიან. ავჭალას სადგური თუ დაიკავეს და რკინიგზა აყარეს, თბილისიდან გასასვლელს ჩაგვიკეტავენ. მერე დიღომიდან თავარ გზატკეცილს ჩაიგდებენ ხელში. ნავთლუხთან რუსების ჯავშნოსანი მატარებელი გამოჩნდა. ჯერჯერობით ჩვენი არტილერია ღრმად შემოსვლის საშუალებას არ აძლევს, მაგრამ რუსები აეროპლანებსაც იყენებენ და პოზიციებსაც ბომბავენ.
უკან ვიხევთ. თბილისი უნდა დავტოვოთ. ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება ეს არის. როგორ? რა მოხდა? უკან დახევა აუცილებელია? თქვენ გესმით ამ ნაბიჯის მნიშვნელობა? იღებ საკუთარ თავზე ასეთ პასუხისმგებლობას? დიახ, ვიღებ. კახეთიდან მოყოლებული მანგლისამდე ფრონტი 90 კილომეტრით გაიშალა. არა თუ არა მაქვს რეზერვი დაზიანებული ჯარის აღსადგენად პირიქით მთელ რიგ ადგილებში სრული სიცარიელია და არავინ დგას. ამავე დროს მტრის ცხენოსანი ჯარი დაეშვა დიღომით და ჩვენ ზურგში აღმოჩნდა. კოჯრიდანას მოემართება საბურთალოსკენ და ვაზიანიდან გარსგვივლის. ადვილი შესაძლებელია მტერი ავჭალაში შემოვიდეს და თბილისიდან გასასვლელი ჩაგვიკეტოს. უკან დახევით და ცხეთის ხეობაში პოზიციების მოწყობით მე შევძლებ ჯარის გადაჯგუფებას და სათანადო რეზერვის შექმნას. აქვე დავამარცხებ მტერს. დავიბრუნებ თბილისს. მომეცემა საშუალება მტერის დევნის და საბოლოოდ მისი განადგურების. ჩაეწერეთ უკან დახევის გეგმა. პირველი გამოდის გენერალ ანდრონიკაშვილის ნაწილები კოჯორით. დაბახმელის პოზიციებიდან. 2 საომარი პოლკი, სამხედრო სკოლა, სახალხო გვარდიის ბატალიონი. იუნკერები გამოდიან ყველაზე ბოლოს და იცავენ ჯარის უკან დახევას. Позвольте, господа, выразить свое мнение. მე ყოველად დაუშვებლად ვიმაჩნია უკან დახევა. ამასთანავე მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, თუ რა ფსიქოლოგიურ ზეგავლენას მოახდენს ეს ნაბიჯი ჩვენს გამარჯვებულ ჯარს. მე ვფიქრობ, ცხეთაში არც ერთი ჯარისკაცი არ დარჩება. და თუ ხსნა გვიწერია, ჩვენი ხსნა იქ არის. იმ პოზიციებზე, სადაც ახლა ჩვენი ჯარი დგას. პირადად მე მის ადგილზე გადავიდოდი შეტევაზე. თქვენ თუ უკან დახევის გარდა სხვა გზა არ გაქვთ, ხალხს მაინც მოაწვალებთ და გზა და გზა ბოლშევიკებს ნოანადგურებინებთ. ისაც არ სურს ბოლშევიკებთან თანამშრომლობა და ხიზნად აპირებს საზღვარგარეთ წასვლას, უმჯობესია ეხლავე ბათომისკენ გაემგზავროს. აქვს თუ არა უფლება მთავარსარდალს პირადი გადაწყვეტილებით გადადგას ესეთი საპასუხისმგებლო ნაბიჯი? მთავარსარდლის საომარ სტრატეგიულ განკარგულებაში ვერავინ ჩაერევა. ოდიშელიძის ლაპარაკის დროს კვინიტაძეს მისკენ ერთხელაც არ მიუხედია. იგი მას ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა. თქვენ თავისუფალი ხართ. ახლა 10 საათი სრულდება. თქვენს განკარგულებაში 2 საათია ბატონო მთავრობის თავმჯდომარე. 12 საათზე ვიწყებ უკან დახევას. გამოიყენეთ ეს დრო, როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროთ.